გორის რაიონის სოფელ ქვემო ხსობისის მოსახლეობა გორის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა. საუბარი რეგიონში არსებული პრობლემებს შეეხო, მოსაწესრიგებელია საირიგაციო სისტემები, ხოლო სოფლის საკუთრებაში არსებული საძოვრები კერძო პირებზეა გასხვისებული. მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ვახტანგაშვილის განცხადებით, სოფლის პრობლემები უყურადღებოდ არ დარჩება და მის მოგვარებაზე ახალი ხელისუფლება იზრუნებს. ესე იგი, არ არის გამრიცხველიანება, რო არ არის 13-ის მაგივრად 1 წლის განმავლობაში უნდა მოურჩნენ. არის მიწები იყო, სარეზერვო მიწები იყო დარჩენილი, ისინიც გაყიდეს. სოფელს აღარ აქვს სარეზერვო მიწები ფაქტიურად. გამრიცხველიანება ჯერ არ არის გამრიცხველიანებული, რომ გამრიცხველიანდეს უფრო კარგი იქნება და იაფი იქნება დენი. ეხლა ძვირია. საერთო სოჩიკებით ვიხდით. 90 წელს აქეთი წყალი არ ყოფილა სოფელში, რომ ნაკვეთები მორწყვა. მაგას ავთხოვლოთ. მეორე ისა ფული იყო გადამორიცხული 5001, 13001 სად დახარჯეს ვინ შეჭამა არც ეგ ვიცით. მოსახლეობას ჰქონდა გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სტრუქტურები აპირებდნენ მიწის გაყიდვას. ჩვენ ამოვედით ახლა ამ ეჭვების დასადასტურებლად და შევხვდით მოსახლეობას და თან შევახსენეთ ერთი რამე, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც პირობა მისცა, რომ მუდმივად იქნებოდა კავშირში ხალხთან და საზოგადოებასთან. და სწორედ ეს პირობად შევასრულეთ, რომ პირველივე დაძახილზე ამოვედით სოფლის პრობლემების გადასაწყვეტად.